პაუზა თუ დასასრული, მოდით ეს თემა ვნახოთ. მესიჯი ყველასთვის არის, მაგრამ არა ყველაფერი ამას ყოველთვის ვამბობ ხოლმე და გთხოვთ, რომ გაითვალისწინოთ. უპს, აქ არის კარგად ჩახლართული ურთიერთობა. აქ ისეთი რთული კვანძებია, მოდი ვცადოთ ავხსნათ. სანამ ამ კონკრეტულ კითხვას გავცემთ პასუხს. კარმული ურთიერთობა არის. სადაც მოგიწევთ ტრანსფორმაციის, ევოლუციის გავლა. ამიტომაც შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში. და ეს შემთხვევითი სულაც არ არის. როგორ მივხვდეთ კარმული ურთიერთობის მახასიათებლებს? მაგალითისთვის, როგორიც არის ასაკში სხვაობა, ფიგურირებს 5-დან 10 წელი. ხშირი ცვლა სამსახურის, საცხოვრებელი სახლის, ნაცნობების, სადაც თუნდაც მაგალითად მოულოდნელად ხვდებით პარტნიორს არაორდინალურ გარემოში, რომელიც კამათით, კონფლიქტით ან სასაცილო მომენტებით იწყება. სოციალურ ქსელში მაგალითად ბევრი გწერდათ, თუმცა პასუხს არავის არ სცემდით. აი მას კი გაეცით და მიწერეთ. ოღონდ, რატომ თავადაც რომ არ იცით? რომანი ელვისის სწრაფით ვითარდება, დასაწყისში რეკორდულ დროში უყვარდებათ წყვილს ერთმანეთი, რომელიც ხშირად ქორწინებითაც მთავრდება, თუმცა მალევე მოჰყვება ხოლმე სირთულეებიც. როგორიც არის ბავშვის გაჩენის პრობლემა, ემიგრაცია, გადაბარგება, კავშირში გამძაფრებული ეჭვიანობა ხშირად უსაფუძვლოც. კარმაში გიწევს ბევრი ემოციური თუ სულიერი რესურსების გაღება, ზურგშექცევა. ყველაფერი ასე თუ ისე კარგად იყო და უცებ. აღარ იღებს ხმას, არ გწერს, არ გირეკავს, განზე დგება, თითქოს არც არავინ იყავ იმისთვის. რასაც მოსდევს უკვე მერე თქვენი მხრიდან, აქ უნდა ავხსნა ორი კატეგორია ადამიანების. ერთი, რომელიც თავს არანებებს, საყვედურობს, დიდ ტექსტებს წერს, ეხვეწება, ეჩხუბება, ემუდარება, აი მეორე კატეგორიაში, რომელიც მაგალითად ჯიბრში უდგება, სარკისებურად ირეკლავს და არც თავად დგავს რაიმე ნაბიჯს. აი მეორე კატეგორია ბევრად უფრო მომგებიანი პოზიცია არის. დაშორება, დავამატებ, არ ნიშნავს დავიწყებას. დაშორება არ ნიშნავს დავიწყებას, ნახეთ. იმას რომ დაგავიწყდა ან დაავიწყდით. უბრალოდ ხანდახან ასე სჯობია გაუშვა, მისცე პირადი სივრცე იმას, ვინც გიყვარს. როცა არჩევანს ვერ აკეთებს, უნდა გაეცალო და ასე გაიხლიჩება მისი ემოციები. გადააფასებს თავის გრძნობებს, თუ წასასვლელია, მაინც წავა. თუ დასარჩენია და უნდიხარ, არ მიგატოვებთ. გალოდინებთ, მაგრამ არ დაგტოვებთ. თუ იმდენად არ უყვარხართ, რომ რაღაც დათმოს თქვენს გამო, მაშინ სხვას უნდა გაუყოთ გულისკარები, ხო? აი ეს არის კარმული ურთიერთობა. ნუ ეს ამაზე საუბარი შეიძლება ხვალდილამდე, მაგრამ ხვალდილამდე ვერ ვისაუბრებთ. თუ კი ამოიცანით საკუთარი თავი, მაშინ ეს პაუზა არის და არა დასასრული. ჩახლათურ ურთიერთობაში ხარ და ამავე დროს ღირებულიც იმ ადამიანისთვის, ვინც ასე გალოდინებთ, როგორც გალოდინებთ და როგორც არ უნდა გამოხატავდეს, უდიდეს პატივს გცემთ. აი ზუსტად ამიტომ ვერ დაგთმობთ. რთული პაუზა არის, მაგრამ მაინც პაუზა არის. პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 63 53 ძალიან გთხოვთ. ნუ მირეკავთ, მომწერეთ და გიპასუხებთ.